სამი ამბავი მაქვს ბორიასტანიდან. ამბავი პირველი. 2025 წლის პირველ 9 თვეში საქართველოს 8.6%-ით ნაკლები ელექტროენერგია გამოიმუშავა ვიდრე შარშან ამ დროს. სამაგეროდ 29%-ით მეტი ელექტროენერგია შეისყიდა. გამოიცანით ვისგან ან რა კითხვა უნდა საერთოდ? რუსეთისგან. პრაქტიკულად მთელი იმპორტის 60%. ლოგიკურად იძულებულები გავხდით შეგვემცირებინა ექსპორტი. წელს იმის ნახევარი დენს ვერ გავყიდეთ, რაც გავყიდეთ შარშან. მადლობა ვის უნდა უთხრათ? იცით ნამდვილად. ამბავი მეორე. ოქტომბერში საქართველოში საზღვარგარეთიდან გადმოირიცხა 318.710.000 დოლარი, რაც გასული წლის ოქტომბერზე 13.4%-ით მეტია. ყველაზე მეტი საძულველი Deep State-დან მოვიდა, შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან. მათზე მოდის 202.520.000 დოლარი, მთელი თანხის 64%. ზრდის რეკორდსმენი არის ესპანეთი, 43.4%. ამერიკიდან მოვიდა 18.6%-ით მეტი ფული ვიდრე შარშან. ევროკავშირიდან 2025 წლის ოქტომბერში 15%-ით მეტი გადმორიცხეს ვიდრე 2024 წლის ოქტომბერში. გაიზარდა საქართველოსთან გასული ფულის ოდენობაც 14.9%. თუმცა ეგ 40 მილიონი სულ ბევრი არაფერია იმ თანხასთან შედარებით, რაც აქეთ გადმორიცხეს. ამბავი მესამე. 2025 წლის პირველ 9 თვეში საქართველოს 58%-ით მეტი ხორბალი შეისყიდა ვიდრე 2024 წლის იმავე პერიოდში. ლომის წილი საიდან ბარემ ესეც გამოიცანეთ. დიახ, ეგეც რუსეთიდან, თითქმის 80%. საქსტატის მონაცემებით ეს ბოლო 7 წლის მაქსიმუმია და აქაც ალბათ არ შეგეშლებათ ვის უნდა გადაუხადოთ მადლობა. მადლობა ბორია. გულითადი მადლობა რუსის ტრაკიდან.